ორ საუკუნეზე მეტია ქარხნული საფუარის წარმოება დაიწყო თერმოფილური საფუარის, რომელიც უძლებს და პირიქით კარგად ხარობს მრავლდება მაღალ ტემპერატურებზე. ეს ეხება ლუდს, ეს ეხება პურს, ეგრეთ წოდებულ პურს. ორ საუკუნეზე მეტია მატულობს ისეთი დაავადებები, როგორც გულსისწარღვოვანი დაავადებებია, სიმსივნეები მკვეთრად მატულობს წლიდან წლამდეთან და ასევე ფსიქიური დაავადებები. ორ საუკუნეზე მეტია მატულობს ყველაზე გავრცელებული დღეს დაავადება. ყოველ მეოთხე ადამიანი არის ამ დაავადების მატარებელი, ეს არის რკინა დეფიციტური ანემია, რომელიც ხშირად ხელს უწყობს სიზარღვოვან, სიმსივნურ თუ ფსიქიურ დაავადებებს. სადღაც ერთი თვენახევრის წინ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც რკინა დეფიციტურ ანემიის ირგვლივ და ამ მიმართულებით არსებულ თითქმის 600 სწორად გაკეთებულ მეცნიერულ კვლევას აანალიზებს და ხო საოცრება დადგინდა ის, რაც დიდი ხანია პრაქტიკოსმა ექიმებმა უნდა იცოდე ყოველ შემთხვევაში. თუ დარჩა საქართველოში ან მსოფლიოში ექიმი ან პრაქტიკოსი, ამას ხედავს ყოველდღე, რომ თავიდან როცა ადამიანი იწყებს აი ესეთი თერმოსტაბილური საფუარით მარცვლეული ფერმენტირებულ დამუშავებულ პროდუქტის მიღებას, ლუდი იქნება ეს თუ ეგრეთ წოდებული პური, მაღაზიაში რო იყიდება და ვითომ რომ 0% ეგ საფუარი რო აწერია. ხო. აი თავიდან ამ პროდუქტების მიღების პერიოდში, პირველ თვეებში მკვეთრად იზრდება რკინის შემცველობა ორგანიზმში. ეს ძირითადად ფერიტინები და ეს ჰემოგლობინები არ არის ზუსტი და არ არის სწორი, ძირითადი და მთავარი ესაა ფერადობის მაჩვენებები. ანუ ჰემოგლობინში 4 ატომი რკინა უნდა იყოს და 3-ია იქ 4-ია თუ 2-ია, ეს ამის შეფასება ხდება ფერადობის მაჩვენებლის შემოწმებით, რომელიც ფარმამ, რა თქმა უნდა, ამოიღო სისხლის საერთო ანალიზიდან და უდიდესი დანაშაული. ამ კვლევამ, რომელიც თითქმის 600 სწორად გაკეთებული სამეცნიერო კვლევა საფუართან დაკავშირებით და რკინა დეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებით შეაჯამა, აჩვენა თუ როგორ გვატყუებს ფარმა და ეგრეთ წოდებული პურის მწარმოებლები და ლუდის მწარმოებლები. ისინი გვაჩვენებენ პირველ რამოდენიმე თვეს, მაქსიმუმს, ყველაზე დიდი 6 თვეს, სადაც იწევა კაცო ეს რკინა, მაგრამ შემდეგ წლების შემდეგ ხო 100%-ში მკვეთრად კლებულობს რკინის შემცველობა ორგანიზმში და რთულია ეს არ დააბრალოს საფუარს. გამოდის, რომ ფერმენტირებული საკვები ადამიანში იწვევს რკინა დეფიციტურ ანემიას. ფერმენტირებული, ანუ საფუარით დამუშავებული. ჩიხი ხო? თითქოს. მაგრამ საქართველო უკვე აღიარებული იყო ფერმენტირებული ერთ-ერთი პროდუქტის, ღვინის, სადაც ის იძინებს იქ ღვინის საფუარი და აგრესიული არ არის. ქვეყნად კაცობრიომ აღიარა, რომ საქართველოს სამშობლოა ღვინის და შარშან საქართველომ აღიარა მარცვლეულის ძირითადი ნაწილის, ხორბლის, კონკრეტულად ხორბლის სამშობლოდ, საქართველოს ნეანდერტალელების ეპოქიდან. და ცოტათი მაინც რო ჩავეძიოთ ჩვენ
ტრადიციულ, ისტორიულ კვების კულტურას, ტრადიციებს და ქრისტემდე რიტუალურ ქმედებებს ჩვენ იოლად აღმოვაჩენთ, რომ ქართველები ჯერ ერთი რომ ღვინის საფუარით აკეთებდნენ პურს, რომელიც ეს ღვინის საფუარი კვდება გამოცხობისას, ანუ არ ხვდება ნაწლავებში. თუ ღვინის საფუარით არ აკეთებდნენ და აკეთებდნენ ხაშით ეგრეთ წოდებულით, მეპურემ უნდა აცხოს პურიო, ხო გახსოვთ, ხო? კაცრი დანატოვარი. ის მეპურე იოლად ამჩნევდა ლაბორატორიის გარეშე, გაიქცა თუ არა ხაშის ჯიში, შტამი აგრესიულ თერმოფილურ საფუარისკენ. მაგრამ სადღა მეპურეები ლაბორატორიები ბენდუქიცემ დაწყევლილმა წყეულმა მოსპო და გაგწირა სიძარღვოვანი დაავადებებს, ბებისთვის, შუმტირება ნახეთ რამდენი კეთდება, გაგწირა სიმსივნეებისთვის, ნახეთ როგორ იზრდება სიმსივნეები და შედეგებიც, ანუ მკურნალობის შედეგებიც როგორ კატასტროფულია და ფსიქიურ დაავადებებზე ხო საერთოდ არ ვაპარაკობ, თვითმკვლელობები ნახეთ მარტო. მადლობა ნაციონალებს. მთავრობას, რომელმაც დღემდე ეს არ გამოასწორა. საითუხურება, მთავრობა არ მესმის. ეხლა ხო აღარ არიან ნაციონალები, ხო ვებძვით ამ deep states. რა პრობლემაა? მთავრობა, გავუფხიზდე, რას გვიგეთ? ხო და რო შევხედოთ ქრისტემდე ჩვენ კულტურას ქართველების, ქართველური ტომების გარეთ, სვანები, კოლხები, იბერიელები, წევერები, ვინც ადგენს ამ ქართველურ ერს. ხო, სულ ყველგან არის კორკოტი. წანდილიც და კორკოტიც. წანდილი ტკბილია, კორკოტი მარილით და ერბოთი. აუცილებელია წანდილისთვისაც და კორკოტისთვისაც ხორბლის მარცვლის ისეთი დამუშავება, რომელიც აი ვიდეოში ჩანს, როგორ დადის ეს ბორბალი ესე წრეზე და აცლის კანს, ხორბალს, მარცვალს. იქ ჩასმულია წყალი. 1:10-თან, 1:7-თან რაღაც ეგეთ პროპორციას ეს მეტისქვილემ უნდა განსაზღვროს, მანდაც გამოცდილება საჭირო. აცლის კანს, აიძულებს წყალს შევიდეს მარცვალში და ტკეპნის. ტკეპნა იწვევს იმას, რომ არ აღმოცენდება ხორბალი. ანუ იქ საკმარისი სიმძიმეც უნდა იყოს ამ ბორბლის. მიახლოებით 300 კილო სადღაც. და ამ დატკეპნით აღარ აღმოცენდება ხორბალი, წყალი შედის მარცველში, ტყავი ეცილება და ხდება აქტივაცია სპეციფიური ფერმენტის, რომელიც ანტინუტრიციენტი გადაყავს, ფიტინის მჟავები გადაყავს ფიტინებში, ანუ მაგნიუმის, კალციუმის მარილებში. ეს კი პირიქით ძალიან ჭირდება ორგანიზმს. და ასევე 3 დღის გაშრობის შემდგომ იქ მრავლდება ლაქტობაქტერიები, ანუ დუღილისთვის საჭირო ასევე ბაქტერიები, სპეციფიური დუღილის, საფუარის მსგავსი. და ეს ლაქტობაქტერიები ასევე ეხმარებიან ნაწლავებში მონელებას და რკინის ათვისებას. თვითონ ეს ლაქტობაქტერიებიც გამოყოფენ ფიტაზას, ანუ აი ფერმენტს, რომელიც ეხმარება ფიტინის მჟავის გადაყვანას ფიტინში. ასე დაამრიგად, პირველი ნაწლავებში არ ხვდება საფუარი, აგრესიული საფუარი, ცოცხალი საფუარი, რომელიც კატასტროფას ქმნის იქ. ნაღველს აფუჭებს და ნაღველი არის რკინის მთავარი წყარო.
ანუ პირველი ეს არის რომ ცოცხალი საფუარი აგრესიული არ ხდება ნაწლავებში და ნაღველიდან უკან იოლად ითვისებს ორგანიზმი რკინას. ეგ პირველი. მეორე ძალიან ბევრი და საკმარისი ფიტინის მარილები არის ამ პროდუქტში. მესამე აი ეს ლაქტობაქტერიები ხდებიან ნაწლავში და ეხმარებიან ნაწლავის კედელს და ნაწლავის მიკროფლორას. ეს ბაქტერიები დიდხანს ვერ ცოცხლობენ ნაწლავებში, ხდებიან, მაგრამ თუ კორკოტს ხშირად კვირაში ერთხელ შაბათს არის ხოლმე ძირითადად კორკოტის მიღების დღე, მაგრამ რატომაც არა ყოველ დღე, ხო? მარხვის დღეები, ვითომ რომ ისა რა ქვია მარხულობენ, ეს რა ქვია სამარხო ტორტებით და კარტოფილებით, ხო? ჭამეთ ეს კორკოტი. კვირაში 2 ჯერ და შაბათს. კვირაში 3 ჯერ თუ მიიღებთ კორკოტს, უკეთესად წავა თქვენი საქმე. ჯანმრთელობის კუთხით, აი ყველა მიმართულებით, ხო ჩამოგითვალეთ, სისხლძარღვოვანი პრობლემები, ონკოლოგიური პრობლემები, ფსიქიური პრობლემები განსაკუთრებით. ხო, კარგად წავა საქმე და ასევე რკინადეფიციტური ანემიის განვითარებაც შეჩერდება. როგორ გამოვასწოროთ ამაზე ცოტა გვიან მოგიყვებით. მან ცოტა უფრო სხვა რეცეპტია საჭირო, რომელზეც უკვე მონაყოლი მაქვს, ეს აქტიურებული ხორბალია, მაგრამ გავიმეორებ. აი ეს მინიმუმ 3 დაიმახსოვრეთ, რასაც აკეთებს ეს კორკოტი. კორკოტი როგორც ფაფა, მარილიანი და ჯობია არასამარხო დღეებში რაღაც კარაქით შევაზაოთ, რომ გემრიელი იყოს და არ მოგბეზდეთ, ძალიან გემრიელი. ასე დაამრიგად, ეს ჩვენი უძველესი რეცეპტი, რამაც ქართველები, რომელსაც განსაკუთრებით აქვთ მიდრეკილება ეს ნაღველის იოლად გაფუჭების ხარისხის და ზოგადად რკინის დეფიციტისკენ ქართველები ძალიან გენეტიკურად ჩვენში უფრო ძალიან ბევრია ნეანდერტალელების გენები შედარებით, სხვასთან რამოდენიმე პროცენტია, ჩვენთან რამოდენიმეჯერ მეტია. მათ შორის ეს რკინის პრობლემა, იმიტომაც აი თმა ქართველის კავკასიური გენეტიკის მატარებლების ბზინავს მზეზე, რომ იქ ბევრი რკინა გვჭირდება ქართველებს. სხვებსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით და ამიტომაც ეს კორკოტის მირთმევა ჩვენთვის არის აუცილებელი, რომ რკინის მარაგი ორგანიზმში იყოს და მეორე არანაირი საფუარი აგრესიული არ უნდა მივიღოთ. ეს ლუდი იქნება, მთაში ლუდი, იქ ცალკე თემაა, მთაში სოკო არ მრავლდება ნაწლავში, იოლად. არ უნდა მივიღოთ ლუდი 700 მეტრაზე ქვემოთ ზღვის დონიდან თუ ცხოვრობთ, არ უნდა მივიღოთ ლუდი და მაღაზიის პურს არ გაიკაროთ ხალხო. ან თქვენ თვითონ აკეთეთ პური სახში აწყვეთ ამ ღვინის საფუარით, ან მოთხოვეთ სახელმწიფოს დილობიან ფორმებში, რა თქმა უნდა და არა აკაცუკებივით, მოთხოვეთ დილობიან ფორმაში აღდგეს მონიტორინგი ზედამხედველობა პურის ხარისხზე. რა პრობლემაა? მესმის გაზურდება პური, მაგრამ ონკოლოგია უფრო ძვირი არ არის დიდი ბოდიში. ყველას ჯვარი წერია. სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ფსიქიური პრობლემა ოჯახში თუა ერთი ადამიანი, მთელი ოჯახის ტრაგედია, ხო? სხვანაირი ტრაგედია. ონკოლოგია სხვა შორის. ამიტომაც კარგად დავფიქრდეთ და კარგად მოვთხოვოთ სახელმწიფოს, რომ აღადგინოს მონიტორინგი ლუდზე და პურზე, საფუარის პრობლემა გადაწყვიტოს. ეხლა ვისაც რკინადეფიციტური ანემია აქვს, ანუ რაც მოყევს კორკოტი, ეს არის აი ჩატე ფორმით და პროფილაქტიკისთვის. აი 2 მილიარდ ადამიანს ეხება.
2 მილიარდზე მეტ ადამიანს ეხება, რომ ეს შეაჩეროს რკინადეფიციტური ანემია და ნელ-ნელა ამშვიდად აღიდგინოს რკინის მარაგი ორგანიზმში. რა ქნან იმათ, ვისაც უკვე რკინის ანემია აქვს და რკინადეფიციტური ანემია აქვს, ადგენილი ესე ვთქვათ. და აიძულებენ რკინის გადასხმას, რკინის პრეპარატების ყლაპვას და 1000 უბედურებას. რომ ერთი გააკეთონ და სამი გააფუჭო, ხო? ეს ფარმას პრინციპია. ერთი გააკეთე, აჩვენე კლიენტს და არა პაციენტს, საწყალ პაციენტს, ხო? კლიენტს აჩვენე, რომ აი მოხვედი პრობლემით, მოგისწორე პრობლემა და სამი გააფუჭოს, რომ მერე სამჯერ და ძვირად კიდე რაღაც დროის შემდეგ სამჯერ ძვირად კიდე რაღაც შეთავაზოთ სერვისი. ხო, აი რა ქნან აი ამ ხალხმა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არსებობს ფერმენტაციის სხვა მეთოდი, უფრო აქტიური, ზე აქტივირებული უკვე, კორკოტი თუ აქტივირებულია, აი ალაოც რო უწოდებდნენ ადრე, აი ეს ზე აქტივირებული ხორბალი კიდე სხვა არის. ესა 24 საათი უნდა დალბეს, 12 საათი უნდა გაშვეს და ესე სახლის პირობებში უნდა დაიგეჭოს. შემუშავებული კი მაქვს ისეთი მეთოდი, რომელიც წარმაცებისთვის ვეძახი, გსჭრება და ილეწება ისე რომ არ ცხელდება და ესეც იმედია გამოჩნდება ვინმე და ინვესტორი და ამატყობიებს ბიზნეს ამ კუთხით. ან თვითონ აწყოს რა პრობლემაა ვეთყვიგათ რეცეპტს და ოღონდ გააკეთოს. ხო და აი ეს უკვე რკინადეფიციტური ანემიის დროს წამალია. ყველაზე სწორი წამალი. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს, ხო, რეცეპტი დევს, როგორ კეთდება რეცეპტი, ხო, გინდა ბიზნესმენმა აიღოს და გინდა პაციენტმა დევს YouTube-ზე გადადით. YouTube პოსტებზე ჩემ არხზე და იქ დევს აქტივირებული ხორბლის რეცეპტი, ზე აქტივირებული ხორბლის რეცეპტი. და უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა C ვიტამინი ცოტა მაინც საჭიროა, რომ უკეთესად მოხდეს, თუნდაც უხარისხო ნაღველის პირობებში რკინის ათვისება. ამისთვის საჭიროა ზე აქტივირებულ ხორბალთან ერთად მიირთვათ რაიმე ბოსტნეული. სეზონური ბოსტნეული, ხა კიტრი იქნება, ხო, აკრძალულიდან არა იყოთ ბოსტნეულის, მაგალითად ტომატი. ხო? აი კიტრი. კიტრი რომ ოდნავ C ვიტამინით ან რაღაც სეზონური ხილივით, ხილი. შეიძლება მაგის გარეშეც, მაგრამ თუ სეზონია და არის რომელიმე ბოსტნეული ამ სეზონზე ან ხილი, ჯობია მასთან ერთად მიიღოთ ეს ზე აქტივირებული ხორბალი, თუ გაქვთ დიაგნოზად უკვე რკინადეფიციტური ანემია, არა ქრონიკული, არამედ მწვავე, სერიოზული. ეს ძალიან დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, საჭიროა სწორი კვება, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკრობების და პარაზიტების არ გამრავლება, რომ ორგანიზმი იყოს არა უბრალოდ ჯამრთელი, არამედ ნაღველი, რომელიც არის მთავარი წყარო რკინის, არა საკვები, არამედ ნაღველი. იყოს ჯამრთელი. მეორე წყარო არის ცხოველური წარმომავლობის რკინა, მარტივად ხაშლამა. დღეში 100-150 გრამი, ოღონდ აუცილებლად ზომაზე ოდნავ მეტი მარილი მოაყარეთ და საკვებს ვიძახი. და მესამეა უკვე ეს ჭარხალი და მსგავსი რაღაცები, რომელიც ალუბალი, ალუჩა, ჭარხალი, ეს სამი რაღაცა და კიდე ჩამონათვალი მაქსით მოცვი, მოცხარი და ასე შემდეგ, სხვა ვიდეოებში, მაგრამ ხას უსვა.
ნებისმიერ საკვებზე უფრო მნიშვნელოვანია წამალი, რომელიც არის ზეაქტივირებული ხორბალი მიღებული სეზონური ბოსტნეულით ან ხილით. იყავით ბედნიერნი და ჯანმრთელნი.